გამარჯობა, დღეს 10 ნოემბერია 2025 წელი. მე რატი ვარ მუჯირი ჟურნალისტი, თქვენ უყურებთ პროექტს ჩემი თვალით ნანახი ჯარი და დღეს ტრადიციულ თანაწამყვან თადარიგის მთავარსერჟანტ თორნიკე თორაძესთან ერთად ვართ და ყავს საპატიო სტუმარი კაპიტანი, ხო? კაპიტანი, თადარიგის ოფიცერი ქეთი თევზაძე და არ იქნება ხა ძნელი გამოსაცნობი, რომ დღევანდელი თემა გვაქვს ქალი ჯარში. მადლობა რომ დამთავრდი და ვისარგებლეთ იმ პერიოდიცა თბილისში ხარ და დავიწყოთ ხო პირდაპირ რა არის ქალი ჯარში? რატომ წახვედი შენ ჯარში? ქალი ჯარში არის ზუსტად იგივე რაც კაცი ჯარში. ფორმიანი სამხედრო მოსამსახურე. წავედი, იმიტომ რომ მიყვარს. ხო, თუმცა ეგეთი მარტივიც არ არის. დღეს მე მესმის ქალბანკეთის შემართება და მსმენია ბევრჯერ ჩემი მსახურის პერიოდში და მერეც. ერთ-ერთი გაბედული ქალბატონი, რომელმაც ჩაიცვა ფორმა და შეასრულა ყველაფერი ის, რაც შეუძლია მამაკაცს, ესე რომ ვთქვათ, იმაზე მეტიც მე რაც გამიგია, რამოდენიმეჯერ მქონია ესე შეხება, უშუალოდ ჯარისკაცი ვიყავი და ცოტა ისე თავიდან უცხო იყო ჩემთვის, იყვნენ ქალბატონები რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენთან ქალბატონები ძირითადად მაგ პერიოდში იყვნენ უფრო სამედიცინო განხრით საშტაბო ქვედანაყოფებში და საბრძოლოში ნაკლებად და ესე ფორმით ხშირად ფორმა მორგებული ქალბატონი იშვიათი იყო, ესე რომ ვთქვათ. თავისი ლეგენდებით არ არის მარტივი, კი, მარტივია ჩაიცვა ფორმა, არანაირი საწინააღმდეგო არ მაქვს იმ ქალბატონებთან, რომლებიც სამედიცინო განხრით არიან თუ შტაბებში ისინი თავიანთ სამუშაოს ასრულებენ, თუმცა აქ არის ფიზიკურ დატვირთვაზე, ფსიქოლოგიურ დატვირთვაზე, რაც ჩვენმა სტუმარმა თავისი ძალიან მაგრა გაიარა, აქვს სპეცკურსი გავლილი, რომელსაც კაცებიც რთულად გადიან ხოლმე. მოდი, სანამ შენს არჩევანი გასაგებია, გიყვარს იმიტომ წახვედი, მაგრამ ზოგადად რას ნიშნავს ქალი ჯარში? რა გაგება არის ეს? არის რამდენიმე მიდგომა, ხო არის მიდგომა და პრინციპში თითქმის ყველა ჯარში ეგრე არის, რომ ნორმატივები სხვადასხვა აქვთ. არის, როცა მე უბრალოდ ვიცი ქეთის ეს მიდგომა, რომ არ უნდა იყოს ეს განსხვავებული ნორმატივები, ამაზე რომ გითხრა, ზოგადად რას ნიშნავს ქალი ჯარში და როგორ უყურებ საერთოდ იმ საკითხსაც, რომ გაწვევას არ ექვემდებარება ქალი? რახან გამბედაობა შევიმატე უკვე მიკროფონთან. მოდი დავიწყოთ ესე. მე ცოტა არაპოპულარულ რაღაცას ვიტყვი, ქალი ჯარში არ უნდა იყოს. ჯარში არ შეიძლება იყოს ქალი და კაცი. ჯარში უნდა იყოს მდედრობითი სქესის ან მამრობითი სქესის სამხედრო მოსამსახურე. როცა ხარ ჯარში, ხარ სამხედრო მოსამსახურე. თუ არ შეგიძლია, მნიშვნელობა არ აქვს ეს მამაკაცი იქნება თუ ქალბატონი. მაშინ არ წახვიდე, იმიტომ რომ მამაკაცის და ქალბატონიც ერთი განსაზღვრავს მთელი ჯგუფის სიძლიერეს, მობილობას, სისწრაფეს, მოქნილობას, პროფესიონალიზმს, წარმატებას და სიცოცხლის უნარიანობას. ამიტომ ჯარში მე არასოდეს ვყოფილ ვარ ქალი, მე ვიყავი მდედრობითი სქესის სამხედრო მოსამსახურე. ქალები ჯარში არავის არ დაუპატიჟებია. ქალებმა თვითონ მოინდომეს იქ მსახური თანასწორობის პრინციპის საფუძველზე. თუ გინდა იყო თანასწორი, უნდა აკეთო ყველაფერი ის, რაც არის მიჩნეული, რომ შენი გადარჩენისთვის არის მაქსიმალური. ეს იქნება სირბილი, ეს იქნება წონის ტარება, ეს იქნება გადაადგილების სისწრაფე, ეს იქნება სროლის სიზუსტე და ყველაფერი, რაც ხდება ველზე. მათ შორის საპირფარეშო, მათ შორის საშხაპი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ბოდიში ველზე ვერავინ ვერ შეტრიალდება. შეიძლება ტყვია მოხდეს ზურგში. მე არ გამივლია კაცებისგან განსხვავებული ნორმატივი, საბედნიეროდ, არც მომითხოვია. მე არ მითრევია არავიზე ნაკლები წონა, არც მომითხოვია და რომ მოეკლოთ ჩემთვის წონა, ალბათ ვიკითხავდი, რომ რას მაკლებ.
იმიტომ რომ ამ ეს წონა ხო ჰაერზე არ თქვა ვიღაცამ, რომ მოდი იყოს 45 კილო. ხო, საიდან მოდის ეს 45 კილო? ეს წონა ხო რაღაცის ჯამია. ხო, ტყვია წამალი ასაფეთქებელი, სამედიცინო ჩანთა, წყალი, აი ბევრი რა, ეს ხო აღჭურვილობის ეს მინიმუმი. კავშირგაბმულობა, რაც სასიცოცხლე შეიძლება ტყვია წამალზე უფრო ხანდახან კავშირგაბმულობა აღმოჩნდეს, ხო, გადამწყვეტი. რას მაკლებ აქედან? დაინტერესო კითხვაა. კი, არა, რაღაცას ხო მაკლებ. სწორი კითხვაა. რომელ ერთს მაკლებ? რომ თხოვ, რომ ჩემი მოკლე გადარბენის სისწრაფე იყოს იმაზე ნაკლები, ვიდრე არის მამაკაცის. და რაღაცა საშუალოის გაქვს ხო აღებული, რომ აი რა სისწრაფეზე გაუჭირდება, თქვათ მოწინააღმდეგეს ტყუის დამიზნება. მე რომ მანელებ. ის მოწინააღმდეგე. ხო, ის მოწინააღმდეგე რას იზავს? შემიცოდებს რახან ხალი ვარ? არა. აი ტყუია გამარჩევს. რაღაცაში მზღუდავ, ანუ უფრო მეტ საფრთხეს მიქმნი, ვიდრე იმითი, რომ მათრევინო თქვათ იგივე წონა, რასაც ათრევინებს მამაკაცს. ყველა მამაკაცსაც არ შეუძლია მაგ წონის თრევა. იმათ ხო უშვებ ჯარი და იმათ ხო არ ტოვებ. და აძლევ რაღაც სხვა საქმეს, ხო? მიეცი იმასაც სხვა საქმე. სამედიცინო ქვედანაყოფში ქალები, ძალიან მაგარი ქალბატონები. და არავიზე ნაკლები არ არის ნანა ცხადაძე, რომელიც თვითონ დაიჭრა, ხო, როდესაც დაჭრილი ახლა იმას რო არ შეძლებოდა იმის გამოყვანა, იმ დაჭრილის. ხო, ორივე მკვდარი იყო. იგივე სამედიცინო სამსახურში, იგივე კავშირგაბმულობაში, იგივე არ შეიძლება მოთხოვო ნაკლები. კარგი, მოთხოვე ნაკლები და ამ ნაკლებით, თქვათ, რაღაცას აკეთებს. 12 კაციანი ჯგუფი ავიღოთ. ყველა ჯგუფი არის იმდენად ძლიერი, რამდენად ძლიერიც არის მისი ყველაზე სუსტი წევრი. იმიტომ რომ ხო არ დატოვებ არა იმას, იმიტომ რომ ჩქარა ვერ დარბის. ანუ სხვა რაც უნდა მაგარი იყოს, თუ რომელიმე სუსტია, იმაზე უნდა ეწყო. ხო არ დატოვებ, მით უმეტეს თუ ეს სპეცდანიშნულების ჯგუფზეა საუბარი, რომელიც მტრის ზურგში მოქმედებს. ფრონტის ხაზიდან 24 კილომეტრი და ზევით მტრის ზურგში. ეს არის სპეცდანიშნულების ჯგუფის მოქმედების არეალი, ხო? ტოვებ იმას, იმიტომ რომ ნელია. ვერ დატოვებ. ამიტომ ან არ უნდა წაიყვანო. ან არ უნდა წაიყვანო. აი მაგას ვიძახი მეც. მაგას უბრუნდებით, რომ საერთოდ ეგ კითხვა არ უნდა დაისვოს. თუ შენ საბრძოლო ქვედანაყოფში ხარ, მაგ შემთხვევაში შენ გაქვს ზუსტად იგივე ფუნქცია მოვალეობა, რაც აქვს სხვა სამხედრო მოსამსახურეს. ანუ სწორად აღნიშნავ, ხარ და კაცი, ესე არ უნდა იყოს დაყოფილი. ქალი, როგორც ესე რომ ვთქვა, რაც როგორც ვიცით ჩვენ ქალი, ესე არა. მდედრობით და მამრობით. გასაგებია, რომ შეიძლება ზოგადად ქალბატონებს მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს უფრო ნაკლები შეიძლება ქონდეს ფიზიკური ამტანობის და ასე შემდეგ, მაგრამ ამტანობის არა. ხო, ანუ არის ცნობები, რომ აი დავუშვათ ამტანობის არა. მიღებულია შენიშვნა, ზოგადად ვიძახით ან ამ ყველაფერს, მაგრამ ჩვენ ხვდებით ქვედანაყოფებს სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც მდედრობითი სქესის წარმომადგენლები არანაირად არ განსხვავდებიან. ერთადერთი განსხვავება, რაც მინახავს, ეს არის ძელზე აზიდვა აქვს სხვა სტანდარტი ფიზიკური ნორმატივის ჩაბარების დროს. და ნუ რა თქმა უნდა, იქ სხვადასხვა ოთახი იქნება თუ ასე შემდეგ. ეს ამაზე გვექნება ალბათ კითხვები ჩვენ ზოგადად ეს როგორ არის. თუმცა ერთ-ერთი ჩავამატებ ჩემ ისტორიას, როცა მე მქონდა შეხება ქალბატონებთან შერჩევის პროცესში აკადემიაში. სხვადასხვა შემართებით მოდიოდნენ და სხვადასხვა მიზნები ჰქონდათ, როგორ რატო უნდათ თავისი ძალებში ემსახურათ. ზოგს ჰქონდა მოკლე დროით გეგმა, ზოგს მიაჩნდა, რომ მის ცხოვრების ნაწილი უნდა ყოფილიყო და მის ცხოვრება უნდა ყოფილიყო მსახური და ყველას რაღაცნაირად ისე ვუდგებოდით, რომ არაფერი არ დაგვემალა. ანუ გასაუბრების პერიოდში ვეკითხებოდი პირდაპირ, მაგალითად, ველზე თუ მოგიწია შენ ბიჭებთან ერთად, მამაკაცებთან ერთად დავუშვათ საფარიშოში წასვლა, ან დავუშვათ არ არის და მაგალითად ერთი ჯარისკაცი არ გადის ესე რომ ვთქვათ საჭიროებებზე, აუცილებლად გაყოს მეორე და შეიძლება არ იყოს ქალბატონი, გამოყოს მეორე დაცვაზე, რომელიც
რაღაც ისეთ ოპერაციის რაიონში იყო და სხვადასხვა კითხვები იყო, მაგრამ ერთის მომეწონა განსაკუთრებით ესეთ პასუხი იყო, რომ არ შეგწხვება თქო, ანუ არ გექნება უხერხულობა და ნუ ეხლა თუ იმას არ ექნება, მე რატო უნდა მქონდეს და ეგეც არის ვიხდით, პრობლემა. ანუ ეგ არის რა. ეგ არის უფრო დიდი პრობლემა, აი ხანდახან მამაკაცებს უფრო მეტად უდგათ ეგ პრობლემა ჩემი გამოცდილებით ვიდრე ჩვენ. იმიტომ რომ მე ვიყავი ერთი გოგო 162 ბიჭმა და მე დავიწყეთ კურსი. მე არ მქონია იქ, არ იყო მაშინ ინფრასტრუქტურაც არ იყო სამაგისოდ მოწყობილი და რა თქმა უნდა, ეხა ერთად გვეძინა, ერთ ოთახში გვეძინა ყაზარმაში, მანამდე კაროებშიც ერთად ვიყავით, საშხაპეც ერთი გქონდა, საპირფარეშოც საერთო იყო და ბოლოს უკვე მომცეს ცალკე საპირფარეშო და საშხაპე არ ერქვა ის რაც მომცეს, იმიტომ კი არა, მე მოვითხოვე. ბიჭებმა მოითხოვეს. ბიჭები არ შემოდიოდნენ იქ სადაც მე ვიყავი და მე დროზე ვიდექი მოწყობაზე მაშინ როცა ყველა იგვიანებდა ამიტომ იძულებული ვიყავი მეც არ გავსულიყავი და ოღონდ მე ეს ჩემზე ტყდებოდა ეგ მეგონ ნორმალურია ეხა ანუ რო იყოს მაგის ანუ კაცების მამაკაცებისგანაც უნდა იყოს ეს მიმღებლობა რა აი ჩვენ ხანდახან ჩვენთვის იმით რომ 27 კილომეტრის მერე აი ვინმეს თუ იმის თავი აქვს რომ აი ბიჭმა გოგოს შეხედოს და გოგო ბიჭს შეხედოს არ ურბენიათ არასაკმაოდ დაღლილი იყო. არ ურბენიათ. ტყვილი. და ისინი არ უნდა შეუშვა იქ. ხო, არ ურბენიათ რა და მამაკაცებს აი ეგ პრობლემა. მე არ ვიძახი ნორმატივებზე, მამაკაცებს უფრო უდგათ ვიდრე იმ ქალებს, რომლებიც ჯარში მიდიან. ანუ კაცებისთვის უფრო რთული მიმღებლობა არის აი ამ რაღაცა საშხაპეზე, კულტურის ნაწილია, მე მგონი ნორმალურია, ხა მეც არა მარტო ქართული კულტურის ნაწილი, არა მარტო ქართული კულტურის. ალბათ რაღაცა იმების დაცგუნვის. ხო, ყველგან მაგას ვიზახ ზოგადად ქართული. რაღაცა კვლევები ახლა ვერ ზუსტად ვერ გეტყვით რომელი წლის კვლევაა, სადაც ქალები მარტო იმიტომ არ გაუშვეს საბრძოლო ნაწილში, რომ მამაკაცები ყრიდნენ ყველაფერს იმისთვის, რომ დახმარებოდნენ ქალს. ოკეი. ანუ აქ ეს ყველა მედალს ორი მხარე აქვს რა. არიან ქალები, რომლებიც მზად არიან, რომ იმსახურონ ჯარში იგივე პირობებში, არც უნდათ სხვა. მაგრამ არ არიან მამაკაცები, რომლებიც ამას მიიღებენ. ხო, საველე პირებები გასაგებია, საბრძოლო რეალურ საბრძოლო მოქმედებაც გასაგებია, მაგრამ ანუ აი ამ რაღაცა სპეცკურსის გავლის მერე ბაზებზე თუ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ აი ხა ბაზაზე ხარ არის აუცილებელი, აი საველე პირობებში გავიარეთ, შევეგუეთ, ადაპტაცია გავიარეთ, მაგრამ მთელი მსახურის პერიოდში ხარ არის აუცილებელი რომ ქალი და კაცი ერთ საპირფარეში იყოს, ერთ აბაზანაში იყოს, ხო? ამის მიღმა, ანუ სპეცკურსების მიღმა არის ინფრასტრუქტურა მოწყობილი ისე, რომ ქალებისთვის ცალკე, კაცებისთვის ცალკე დღეს რა რეალობა აქვს. ბრიგადებში მე არ შეხვედრი ვარ. მე როგორც ვიცი არის კი. არ ვართ ხა იმ დონეზე რომ ეგ შეუძლებელი იყოს. საველე პირობებში შესაძლებელი არის აი საველე პირობებში შესაძლებელია, მაგრამ შესაძლოა ზუსტად იმიტომ რომ აი ეს რაღაცები კომპლექსები გადაილახოს შემგოებლობა მოხდეს. ანუ მე ხა ჩვენ არ ვართ იმ ქვეყნის ისეთი ქვეყანა და ისეთი რამდენი ქალი ყოლია საბრძოლო დანაყოფში? არ გულისხმობ მედიკებს საბრძოლო დანაყოფში. რამდენი ყავს თუ? ხო. ანუ დღეს უკვე შენც იცნობ ერთი არის ხატია როგორც ვიცი ანუ არის ის მასა, ანუ მასობრივი გახდა ეს მასობრივი არ გამხდარა, მაგრამ უკვე ეს ანუ სიახლეც არ არის და უი პირველი ქალბატონი ვინც მეთაური ეს აღარ არის და უკვე რომ დაინახავს ანუ როგორ არის თუმცა აი ვინც არის ესენი არ არის რაღაცა ტიპიური ქალბატონები, ცოტა ესეთი ძლიერი ქალბატონებია და ეს ეთყობა რა. ნუ სხვანაირად ვერ წახვალ საბრძოლო დანაყოფში, ბოდიში გაგაწყვეტ, მასე ჩვეულებრივი კაცებიც არ არიან საბრძოლო დანაყოფში. ხო, მაგას ვიცი, ანუ ის წამოდგენა არ უნდა გქონდეს, რომ ვიღაცა გამოდის ესეთ გრძელი ფრჩხილებით, პომადით, რაც ძალიან არ მომწონს სხვათა შორის, როცა ფორმა აცვიათ, არ უხდება და ხშირად ხვდები ხა ამ ბოლო დროს რამოდენიმე შევხვდი უბრალოდ რამეს რომ გამოედო შეიძლება მშვიდობის პერიოდში დაიზიანო თავი და ანუ არ უნდა იყოს ეს პრანჭია და მან ზუსტად იმ ყველაფერს αφუჭებენ, რასაც სხვა ქალები მანამდე აკეთებდნენ და იშოვებდნენ. ძალიან პრაგმატული ამბავია. რომ მეკითხებია რომ რა განსხვავება ქალსა და მდედრობითი სქესის სამხედრო მოსამსახურეს შორის. ქალი არის ფსიქოლოგია. მდედრობითი სქესის სამხედრო მოსამსახური არის გენდერი, მეტი არაფერი.
ამიტომ აი რაღაც თან აი ქალს ყველაზე მეტად უნდა გინდოდეს ეგ რომ ეს გაქაჩო, იმიტომ რაც არ უნდა ეხა გულზე ხელი ვირტყათ, ყველაზე ძლიერი ქალიც კი ფიზიკურად მაინც უფრო სუსტია, ვიდრე სუსტი მამაკაცი. მოდი, ესეც არ დავმალოთ, ხო? და აი ძალიან ძნელია ეს ქალისთვის ფიზიკურად. არ არის ადვილი. ძალიან ძნელია. ეგ ერთი მე ბევრად უფრო მეტრამეზე გიწევს უარის თქმა, ვიდრე მამაკაცს. თვითონ ჯარში ყოფნის დროსაც და ჯარში ყოფნის შემდეგაც უფრო ძნელია. ჯარიდან წამოსვლის შემდეგაც უფრო ძნელია ქალისთვის ადაპტაცია და სამოქალაქო ცხოვრებაში ადგილის პოვნა, იმიტომ რომ თუ თქვათ მამაკაცი თავის ადგილს ფიზიკური შრომის ბაზარზე იპოვის, ქალი მაგ ადგილს ვერ იპოვის. იმიტომ რომ სამოქალაქო ბაზარი მაგ მხრივ ბევრად უფრო ჩაკეტილია ვიდრე სამხედრო დღეს. და აი ყველაზე მეტად უნდა გინდოდეს ქალს მართლა ეს საქმე, ყველა რისკი უნდა გათვალო. იქ შეიძლება შვილი ვეღარ გეყოლოს, იქ შეიძლება რაღაც შენი შვილის, თუმცა მამაკაცთვისაც თანაბრად მძიმეა ის, რომ შვილის პირველ ნაბიჯს, პირველ კბილს და იმას ტოვებ. თუმცა ბევრი რაღაცები უნდა დათმო, რომ ხო, ძალიან ბევრი რაღაცის თუ შეგიძლია მოყვე, ანუ რაც თმობ, როგორც ფსიქოლოგიური არსება, ანუ როგორც ქალი რაც თმობ იმისთვის, რომ ჯარისკაცი გახდეს. რას დავამატებ, დავამთავრებ ამ წინადადებას და აი როცა მშობლობაზეა, ხო, საუბარი, აქაც უკვე საზოგადოების მხრიდან მამაკაც სამხედროზე არავინ არ იტყვის, რომ შვილი დატოვა. მაშინ როცა თუ ქალი სამხედროა ჯარში, იქ ბაღის მასწავლებელი მოგაძახებს, სკოლის მასწავლებელი მოგაძახებს, ვიღაცა მოგაძახებს, რომ შეიძლება არ მოგა დღეს საქართველოში შეიძლება არ, ხო, მაგრამ შვილი დატოვა და წავიდა ჯარში. შენ მქონია პრაქტიკაში? მე მქონიადი. ხო, აი მაგიტო მე ვიტყვი, რომ თავის შევიკავე, იმიტომ რომ ძალიან ძნელია, ხო, ადვილი არ არის, როცა მაგას, თუმცა მე აი იმას არ ვიძახი, რომ აი მე შვილს როგორ ტოვებ, ზუსტად ისე როგორც მამები ტოვებენ შვილებს და მიდიან. არა მგონია რომ ეს მშობლობაში მამისთვის უფრო ნაკლებად ძნელი ის, ხო, იმის შვილის არ ნახვა და მისი რაღაც ბევრი პირველი რამის გამოტოვება, ვიდრე დედისთვის, არა მგონია. აი მოდი დათმობებზე ვილაპარაკოთ, რას თმობ როგორც ქალი, საიმისოთ რომ გახდე ჯარისკაცი. ბავშვები ერთი. მაგ რისკს, რომ შეიძლება ვერასოდეს გახდე დედა, აი ამ ბევრი რაღაცის გამო. ერთი მაგას საზოგადოებისგანაც, ჩემ დროს ყოველ შემთხვევაში იყო ეგ, რომ შვილი უნდა დატოვო, ქმარი უნდა დატოვო, მარტო უნდა დატოვო, რატო ხა მამაკაცი რომ მიდის, ცოლს არ ტოვებს, რა გაგჭირვებია? ხო, რა გაგჭირვებია, ეგეც არის. და თვითონ მე მახსოვს ჩემი ბიჭის დაბადების დღეზე პირველად, გარდა იმისა რომ გავაჩინე, პირველად მოვხვდი, როცა გახდა 4 წლის. და პირველ დაბადების დღეზე კურსზე ვიყავი, მეორე დაბადების დღეზე ასევე კურსზე ვიყავი საპარაშუტოზე, მესამე დაბადების დღეს შევხვდი ერახში. მეოთხეზე ვიყავი და ამ ბავშვის თავში რა ტრიალებს ხო და დაბადების დღეა გაიგივა დედასთან. დაბადების დღე და დედაო, პირველი დაბადების დღე თო ესე იდგა, პირველი დაბადების დღე თულაო 4 წლის როგორ გავხდიო. და არა მგონია ხა მამისთვის ეს ნაკლებად ძნელი მოსასმენი იყოს, მაგრამ დედას გააჩნია. ხო, დედას ყველა დედა, ეგეც გამიგია, ყველა დედა. ეგეც გამიგია, მაგრამ ამებს თუ ყურადღება მიაქცია, მე ერთხელ ძალიან ჭკვიანმა ადამიანმა მითხრა, რომ მამაო, თუო შენო ესე, აი წარმოიდგინე ქანქარაო რა, შენ თუ სიტყვიდან სიტყვაზე ირბინეო იქნები ქანქარაო. ამიტომ აიღო ერთი მყარი ზედაპირიო და იმაზე გასწორდიო, იქნები ქანქარაო. ყველა სიტყვას ვერ გაეკიდები, ყველასთვის კარგი ვერ იქნები. თავარია არასოდეს არ უნდა იმუშაო, როცა ჯარში ხარ, ეგ არ უნდა გახადო შენი სამუშაო, რომ ჯარში სამუშაოდ რომ მიდიხარ, იქ დიდხანს ვერ ძლებ. ჯარში არ მუშაობენ, ჯარში მსახურობენ. რეალურ საბრძოლო მოქმედებებზე რა შეგიძლია მითხრა, ხარ თუ არა შენ ნამყოფი, შენ თუ შეგხვედრია ვინმე ბრძოლის ველზე, ან მისიაში, ან რა, საქართველოში?
ბევრი მინახავს საზოგადოებრივ კურსებზე, ჩემი კურსელები ქალბატონები, ვისაც საბრძოლო მოქმედებაში იარაც ქონდა, მონაწილეობა ქონდა მიღებული, ძალიან ბევრში სხვათა შორის, მაგრამ მე უშუალოდ ესე არც ავღანეთში, არც ერაყში ვერ ვიხსენებ, ეხლა ვიხსენებდი. არ მინახავს ქალი ბრძოლის ველზე საბრძოლო ვითარებაში. არც 2008-ში საქართველოს შემთხვევაში არ მინახავს. თუ არ გამოვრიცხავთ ამ სამედიცინო. ხო, სამედიცინოს არა, ანუ მოსკულის. არც არ მინახავს. არ მინახავს. შენ არ ყოფილ ხარ? არა, მე ვყოფილი. ანუ სხვა ვიღაცას უნდა ხარ. ხალი არ მინახავს. კაი, რა შეგიძლია მომგვიყვე შენს საბრძოლო მოქმედებებზე გამოცდილებაზე? ის იყო თუ არ იყო ფსიქოლოგიურად ხა რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, კაცის ქალის ფსიქოლოგია განსხვავდება, რაც არ უნდა ერთნაირი მომზადება გაიაროთ, მაინც ბრძოლის ველია და იქ ყოველას ჩვენი გვემართება. მათ შორის სამოქალაქოებსაც, მაგალითად ჟურნალისტები, როცა აღმოჩნდებით ხოლმე რეალურ საბრძოლო მოქმედებებში, სხვა რამე, ხო. ხო, ამიტომ რა ვთქვათ, რა განსხვავებებზე შეგიძლია ილაპარაკო შენი გადმოსახედიდან? ნუ მე განსხვავებებზე ვერ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ კაცი არ ვარ და არ ვიცი. მე შემიძლია მარტო ის თქვა, რაც მე განვიცადე, ხო? ხო, ცხადია, მე შევადაროთ. ვერ სხვა ქალებზე ვერ ვილაპარაკებ. წვრთნის დონეს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. დავიწყოთ იმითი, რომ მე არ მჯერა, რომ ვინმე პირველ ტყვიაზე არ შეშდება. მაგაში მე პირადად ვერავინ ვერ დამაჯერებს. აქ საუბრია რეალურ საბრძოლო მოქმედებაზე, არა წვრთნაზე. ხო. მე არ მჯერა, რომ პირველ ტყვიაზე არავინ არ შეშდება. მერე უკვე გააჩნია ალბათ წვრთნის ინტენსივობას და ხარისხს. რამდენად მალე ჩაგერთვება ის ავტომატი, რომელიც წვრთნებში იბადება. ახლა ჯარი ყველას გონია, რომ არის რაღაც თავგადასავლებით სავსე და ძალიან ესეთი სახალისო. ჯარი მშვიდობიანობის დროს არის ალბათ ყველაზე მომაბეზრებელი რამ თავისი რუტინით, ყოველდღიურობით ერთი და იგივეთი, რომელსაც ხვდები მარტო მას შემდეგ, როცა საბრძოლო მოქმედებებიდან ბრუნდები ცოცხალი. მარტო მაშინ. ჩემ შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში ესე იყო, მე ვერავის სახელით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვერ ვილაპარაკებ. მერე ხვდები, რომ ჩაგერთო ის ავტომატი, მერე ხვდები, რომ არ დაფიქრებულ ხარ და მერე ხვდები, რომ სწორედ აი ამ ავტომატმა, იმ ყოველდღიურობამ, იმ ერთი და იგივე მომაბეზრებელმა ვარჯიშმა და წვრთნამ გადაგარჩინა და მეტმა არაფერმა. იმიტომ რომ როდესაც პირველ გაშეშებას გაცდები, მერე უკვე გერთვება ავტომატი, არ ფიქრობ არაფერზე, იმიტომ რომ როგორც კი დაფიქრდები, ალბათ მკვდარი ხარ, არ ფიქრობ არაფერზე, მოქმედებ, როგორც გასწავლიდნენ, როგორც შენ აი ზურგის ტვინში გაქვს უკვე გამჯდარი, რომ ეცემი ხელები რომ მიგაქვს წინ, ხო არ ფიქრდები, რომ ხელები წინ უნდა წაიყო, ინსტინქტურად მიგაქვს, ხო? ინსტინქტონაზე გაქვს განვითარებული. ხო, აი მაგიტო ვიძახი, რომ წვრთნის ინტენსივობაზე და ხარისხზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, რამდენად ჩადებენ შენი ზურგის ტვინში, შენ აი muscle memory-ში იმას, რომ აი ეს არ დაფიქრდე იმაზე, რომ ხერ და ოღონდ ამას ხვდები მერე. როცა უკვე გამოდიხარ. როცა თუ და როდესაც გაქვს იმის დრო, რომ მაგაზე დაფიქრდე. თუ არ იფიქრებ, უკეთესია. ანუ კაცების შემთხვევაში ეგრე არის, ამან ეხლა ვერ შევადარებთ, ეხლა გვაქვს საშუალება რომ შევადაროთ. შენი ემოციური რო გაგვიზიარო. მე არ დამჩენი ეხლა საუბრის დროს შტაბ-შტება რომ ქალებზე საუბრობდა, ანუ ყველაზე ესე არის, ანუ ინსტინქტის დონეზეა. შეიძლება ვთქვათ, ეხლა რაღაც გამოუწიოთ ეს თემა ესე რომ მამაკაცებს უფრო მეტად აქვთ ეს გენეტიკურად თავდაცვის უნარები განვითარებულ და ქალბატონს შეიძლება არ ქონდეს და მაგას აი მან შეიძლება დავიჭიროთ ეს თემა, მაგრამ კაცმა უფრო ადვილად ისწავლოს წვრთნის დროს ვიდრე ხო, ანუ ათვისების მხრივ მაგალითად თავისი გენეტიკურად თავისი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, ან შეიძლება ინსტინქტის დონე უფრო მეტად ქონდეს, არ ვიცი, მე არ ვარ ამის პროფესიონალი სპეციალისტი რო ვისაუბრო, მაგრამ ესე ფიქრობ, რომ ესე იქნება.
და მაგრამ იმ ხრივ ვეთანხმები რომ სწავლებაში ქალი იქნება თუ მამაკაცი იქნება შეიძლება უფრო დიდი დროის შემდეგ დააფიქსიროს მდედრობის სქესმა რომ ეს ინსტინქტის დონეზე უკვე აქვს წვრთნებიდან გამომდინარე ეს უნარები რომ მას გამოიყენებს ამ წვრთნების დროს მიღებულ სწავლებას და მამაკაცმა შეიძლება უფრო მალე აჩვენოს ეს ყველაფერი. ასე მგონია, თუმცა სწავლებებში მე კარანტინშიც როცა დავიწყე 2005 წელი იყო, მან ყავდა ორი ქალბატონი, რომელიც ანუ ერთი არ იყო ამ უნარებით დაჯილდოვებული, მეორე იყო ესე ან კიდევ ერთხელ ვიძახი, აი ქალბატონები, რომლებიც უფრო აი ცოტა მამაკაცურები, აი ბიჭი გოგოები რო არიან რა, შეიძლება არასწორად ვამბობ, მაგრამ ფიზიკურად ძლიერები და არა, მე ხარ ავიზე ფიზიკურად ძლიერი არ ყოფილვარ. უფრო აი ხასიათი, ჟინი, აი ის მიზანი იცის, ანუ დამყოლი არ არის, ანუ ჩვეულებრივ ესეთი ხასიათი არის, როგორც ბიჭი. 48 კილო ვიყავი კურსზე. ვიზე ძლიერი უნდა ყოფილიყავი, ჩემ წონას ათრევდნენ ბიჭები. შენც. მე ხო 45-ს ვათრევდი. 48 კილო ვიყავი საპარაშუტოზე რომ წავედი, არ ამიშვეს, სანამ არ მოვიმატე. ვიზე ძლიერი უნდა ყოფილიყავი, მანდ უკვე ის მაგიტო შეგისწორე, ანუ შეგეკამათე, რომ ამტანები ვართ. შეიძლება ძლიერები არ ვიყოთ, ამტანები ვართ. იმიტომ რომ მე რა ფეხებითაც გავიარე კურსი, მათ შორის ინსტრუქტორებმა და ძალიან მაგარმა სამხედროებმა მითხრეს, რომ ამითი დადიხარო, ამ ფეხებით არც ერთ თითზე ფრჩხილი არ მქონდა. ну, ძალიან დასაფასებელია ყველაფერი. თითი არ მქონდა. ბატინგი შენ არა ფორმის უნდა ჩაიცვაო, შენ ზომასო შეკერილსო ვერ მოიტანო, იმიტომ რომ არავის იქ არ უნდოდი. და იფიქრეს, რომ მალევე წავიდოდი. მაგრამ მე რო კარანტინიდან ჩავედი, მაგ ფეხით არავინ არ აბრუნდებოდა. არავინ არ აბრუნდებოდა, დარჩენილი ფრჩხილებიც დავიძრე. აქ დრენაჟები მეყენა. რომ ჩირკი დროზე გამოსულიყო, რომ ეს დათხოვნის პერიოდიდან მერე შევსულიყავი. რომ მოვითხოვე სამედიცინო ნაწილში გადახვევაზე, გადასვლა. გადახვევაზე, იმიტომ რომ აღარ მქონდა თან არაფერი. თუ გადახვევაზე წახვალ, მაშინ წადიო მითხრეს. რაღაცა იმ ფილმის ამერიკული ფილმების სცენარის გასო, ვიღაცა რო არ უნდათ რომ ჩემ ზურგჩანთას მწყობრის წინ წონიდნენ. იყო თუ არა ის წონა ხო, რომ არ იფიქრო. ხო, და თუ არ იყო, ქვიშას მიმატებდნენ შიგნით, რომელიც რო სველდება, კიდე უფრო მძიმდება. ყოფილა შემთხვევა, როცა ჩვენი ჯგუფის, კომანდოს ჯგუფის მაშინ მეტყვი ამქვევეს, ცუდად ვარო გასვლაზე გამოაცხადა საველე წვრთნების დროს დღეში. და მისი რადიო სადგურიც მე ამკიდეს, როცა ტყვი ამქვევი მეჭირა ხელში. იცი რა მაინტერესებს სუმინო დამკითხვის დასმა და მადლობა რატი რომ შესაძლოა. აი რა ჟინი რა იყო, ანუ შემართება, მიზანი რატომ, ანუ мотиваცია. мотиваცია ხა ჩემთვის 6 წლისას რო გეკითხა. როცა მეგონა რომ დედას დედა ერქვა და მამას მამა. რო გეკითხა რა მინდოდა ყოფილიყავი, მე უნდა ყოფილიყავი წყალქვეშა ნავის კაპიტანი. მე რო გავიზარდე, ისე აღმოჩნდა რომ წყალქვეშა ფლოტი საერთოდ არ ყავდა. ქართულ ჯარს. მე საერთოდ ფლოტიც აღარ ყავდა. მაგრამ ნუ ეს სხვა თემაა. ამიტომ გადავწყვიტე რომ შევჭიდებოდი ყველაზე რთულს. და ბოლოს უკვე მე მგონია რომ აი ომშიც ეგრეა ყველასთვის და საერთოდ ყველა საქმეში რასაც გულით აკეთებ, რომ ბოლოს უკვე იმდენი შრომა გაქვს ჩადებული, რომ უბრალოდ ეს შენი ჩადებული შრომა გენანება და სხვა ყველაფერი უკვე კარგავს აზრს რა, აღარ გახსოვს რატო წახვედი, უბრალოდ აი ეს ჩემი 10 ფრჩხილი დამენანა, ის ჩემი ეგ იყო, მე ამჯერად იყო. ეგეც იქნება. მაგრამ რაღაცა მაინც შვილებთან გამოტოვებული დრო დამენანა, ის დამენანა კიდე რა, ხო იყო და წავიდა, აი მაგას ვერ ვათქმევინებდი ვერავის. და ჩემი შრომა დამენანა რა, რომ მეთქი სადაც აქამდე მოვედი,
ცოტაც და ესეც გაივლის. ანუ მოწოდება არ იყო რომ სამხედრო ყოფილიყავი, უბრალოდ იქ ანუ იყო რა თქმა უნდა. ანუ მაგიტო წავიდა, მაგრამ თუ იყო. ანუ იმ გამძრე მე ვიძახი ახლა ბევრს უნდა წასვლა და ბევრი შეგვხვედრია რომ ჯარში წავალ, მაგრამ იქ ვეღარ. ესე იგი არ უნდა. ხო, აი ეგ იყო რა, ეგ მაინც შენ არ ქონია რომელიმე каранტინის დროს მომენტები რომ ეხა წავალ აქიდან. ხო და რატო არ მიდი, შენ რატო არ მიდიოდი? მე ჩემი მიზეზი მაქვს, მაგრამ მე ჩვენ საუბრობთ იშვიათობაზე საქართველოში, არ არის იშვიათობა ქართული მებრძოლები, ქალბატონები ძალიან ბევრი ყავს საქართველოს ყავდა და ალბათ ეყურება, უბრალოდ კონკრეტულად ეხლა რადგან მაქვს საშუალება რომ ვკითხო, იმიტომ რომ ჩემს რა ლეგენდა ბრძანდებით და ის გავლით ხოლმე ეხლა ეს კურსი რომ ქალბატონი გაივლის თან მართლა 48 კილო როა ადამიანი და 45 რო თუ ძალიან რთულია ეს კურსის გავლა, მით უმეტეს დარწმუნებული იმ პერიოდში იყო რაღაც მხრივ, ანუ ალბათ ესე ლუპის ქვეშ ეს ყველაფერი და შემართება უფრო მეტი გექნებოდათ, რომ უკან დახევა არ ქონდათ, ანუ დასამტკიცებელი ქონდათ. არა, დასამტკიცებელი ქონდა. არა, ბევრთან ქონდა დასამტკიცებელი. დავიწყოთ იმითი, რომ მამასთან აი, მამასთან დასამტკიცებელი არაფერი არ მქონია. იყო რამე ფაქტორი, როგორ გექცეოდნენ? კი. უფრო გიმსუბუქებდა თუ გირთულებდა? მე დამიბარა ბრიგადის მეთაურმა მაშინდელმა და მითხრა, რომ მე პირობას გაძლევო, რომ შენო ამ კურსს ვერ დაამთავრებო. და მაგიტომ? არა, მე ვერავიტანო, არ მამის ფაქტორის გამო უარესი იყო. იმან მითხრა, რომ მე ვერავიტანო, რომ გოგომ იგივე გააკეთოსო, რაც მე ვერ გავაკეთეო. რატო არ ხდება? და თავის ხელით მომაკრა სამხედრო, რომ მაძლევდა ამ სამკერდენიშან სურათიც არის რა, რომ ესე მაძლევს და მეთქი არა. სურათი. ეგეთი თუ გაქვს მომაწოდე და აქ ჩავსო. არა. და მე რომ დავშეკითხა ეგრევე მივხვდი რომ არ იქნებოდა და მაგდა. ეგ ერთი და მეორე ერთი იყო, აი, იმიტომ ჩემთვის კი არ იყო ეს შეურაცხყოფელი რაც მოხდა იქ. ალბათ უფრო იმისთვის რომ 2004 წელი იყო მაშინ, მაისში დაიწყო ჩემი კურსი. სკოლის უფროსმა დამიბარა каранტინი ახალი დამთავრებულია, ყაზარმებში ავედით, დათხოვნაც მორჩა და კურსის დაწყებას ველოდებით. არც კურსის შუა, არც მიწისავართ, არც ისა რა. წვნები რა თქმა უნდა, ახლა დილის გამომხნევებელი ვარ, ჯიში სირბილი ყველაფერი როგორც ყველგან და უცებ საშხაპეში იხდება მედგევე და გეძახიანო. გამოცხადი ამოვიცვე ხა ფორმა. საპნიანი შევედი მეთაურის სკოლის უფროსის ოთახში. მითხარი, ბატონო მეთაურო, კურსანტებზე თქვენი ბრძანებით გამოცხადდა. მოვიდა დამსუნა, ეს დუხის უნი აგდისო? მეკითხება. აი რა. რა, სუნა მოიწი არ მასწია. ნუ მანამდე ჩამიტარა ეს აღმზრდელობითი, რომ მე არ ვიფიქრო, რომ როგორც გოგოს ისე მომექცევია, რომ ცალკე საშხაპეს მომცემს და თავი არ შევირსხვინო და დროზე წავიდე, ნუ ეს აღმზრდელობითი ჩამიტარა და აღმზრდელობითი. მოდის და ხო, თევზაძე, დუხი გასხიაო? არა ბატონო, მეთაურო რა დუხი მასკა. არ ვიცი ხა როგორ თქვა ეს, ალბათ და თუ რამეა მე წუს დავადებ. გახსოვდესო, კურსანტსო ლის და ნასკისუნი უნდა ასდიოდესო. ხო გამორიცხულია რომ ეგ ჩემთვის ეთქვა მამა ჩემი რომ ყოფილიყო მინისტრი. მე მაგიტო არ წავედი კურსზე რომ მე არ მინდოდა ციმ გამევლო ეს და ჩემთვის ეს დიპლომი და სამკერდე ნიშნები გადმოეცათ. მაგიტო არ წავედი თორე 9 ჯერ გავივლიდი მე მაგ კურსს და ბევრად უკეთესი ნიშნები ჩიგნით და ყველაფრით რა. აი ორი ვარიანტი, ან უნდა დაარტყა და ეს ფრჩხილები აღარ აქვს მენანება. ან უნდა დაარტყა, ან უნდა გახსოვდეს რატო წახვედი მანდ და ცოტა წინ გაიხედო. ძალიან დიდი ბოდიში ბატონო მეთაურო, მე ბევრისგან განსხვავებით ვერც ერთ მაქსონს ვერ ავიდე. ნება მომეცით დაგტოვოთ. მეთქი რა თქმა უნდა ნებართვას არ დავლოდები ვარ და გამოვედი. ვერც მიხვდა ალბათ ის რომ შეურაცხყოფა მე არ მომაყენა.
ხო, ანუ ეგ ცოტა ისეთია. თუმცა ისიც იყო, რატო დამიშვეს მე საერთოდ მაგ კურსზე. დამიშვეს, იმიტომ რომ ვიღაცებს თვალში ვეჭხირებოდი, იფიქრეს, რომ 2 კვირა ჩემამდე იყო გოგონა და 2 კვირაში წავიდა. იფიქრეს, ესეც 2 კვირაში წავაო, შემომხედეს, ახლა 48 კილო გოგო ვარ, იფიქრეს, თან ასაკიც არ მქონდა ახლა ისეთი, არც 19 წლის ვიყავი, არც 20-ის, ხო? ესა მალე წავაო და წავიდოდი და მან დამთავრდებოდა ჩემი და თევზაძის მოშორებაც ჯარებიდან პრობლემა აღარ იქნებოდა რა. ის თუ იყო აი რაღაც ეს გენდერის აი ქალბატონების სახელით რაღაც ეს ანუ შეიძლება ხდება ხოლმე რა რომ აი სხვა ქალების სახელით აი რაღაც გიფიქრია რომ აი რაღაც მხრივ დღეს ვინც არიან დავუშვათ საბრძოლო ქვედანაყოფებში და ვინცაც უწევს ამ ყოფის გავლა რაღაცა შენ გადიოდი პირველ ნაბიჯებს ერთ-ერთ პირველ გზას ყვალავდი კი გზას ალბათ ყვალავდი კი აკადემიიდან დაწყებული იმით დამთავრებული ამ კურსით დამთავრებული უბრალოდ მე ყველას ძალიან დიდ პატივს ვცემ ვინც თვითონ აი ეს არჩევანი გააკეთა ფორმის სასარგებლოდ იმიტომ რომ ვინ და ჩემი თაობის სამხედროებმა ძალიან კარგად ვიცით რა სიმძიმეა ეს ფორმა სინამდვილეში უბრალოდ მე ვთვლი და არავის მინდა რომ შეურაცხყოფა მივაყენო მე ვთვლი რომ თუ წავიდნენ იქ თუ აიღეს ეს არჩევანი თუნდაც თავიანთი თავის სასიკეთოდ გაიარონ ზუსტად ის რაც არის მოთხოვნა და არ მოითხოვონ ცალკე ნორმატივები, ცალკე პირობები და ცალკე რაღაცები ეს მათვე გამოადგებათ, როდესაც რეალური საბრძოლო ვითარება დადგება და არ არსებობს შეუძლებელი არაფერი. სანამ არ გახვალ შესაძლებლობის ზღვარზე, მანამდე ვერ მიხვდები რა შეგიძლია და რა არა. ამიტომ აუცილებლად უნდა გაიარონ. თუმცა მე აი ყველა მდედრობითი სქესის სამხედრო მოსამსახურის წარმატება მიხარია როგორც საკუთარი. და ყველას ძალიან გულშემატკივრობ და მინდა რომ ის გააკეთონ, რაც მე ვერ გავაკეთე. რა ვერ გააკეთე? ვერ გავაგრძელე კარიერა, ვერ გავხდი გენერალი. ანუ ბევრი რაღაცა ვერ მოვიგე ერთ-ერთი ომი. მაგალითად მე მინდა რომ გააკეთონ ის, რაც მე ვერ გავაკეთე და მე ჩემ თავში ვიტყვი, რომ აი სადღაც რაღაცა ისტორიაში თუ არა არქივებში მაინც შევინახები. მაგრამ აი ართ ეს მათთვისვე აი შეიძლება ცოტა ისე გამომდის რაღაც ქედმაღლურად, მაგრამ ეს მათთვის არის. და თუნდაც მათი სახელისთვის, თუნდაც მათი გადარჩენისთვის, თუნდაც იმისთვის, რომ არავინ არ მიამადლოს, რომ შენი ადგილი აქ არ არის. ძალიან ბევრი რაღაცისთვის, თუმცა პირველ რიგში მათი გადარჩენისთვის და მათ გვერდზე მყოფი თანამებრძოლის გადარჩენისთვის მე ვთვლი, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან აუცილებელი და თუ ვერ შეძლეს კიდე ამაში სასირცხვილო არაფერია. რამდენი ადამიანი, ანუ სტატისტიკურად უფრო ბევრი კაცი ტოვებს კურსს, ვიდრე ქალი. იმიტომ რომ სტატისტიკურად 100%-მა ქალმა გაიარა. ზუსტად. როცა მე იქ ვიყავი, ხო? კი. მადლობა. შეგახსენებთ რომ თუ არხი არ გაქვთ გამოწერილი, ახლა გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო, იაქტიუროთ კომენტარებში. და ეხა რამდენი არა და ორი ალბათ თემაც და ნელ-ნელა ბოლოსკენ გავიდეთ. პირველი მაინტერესებს თქვენი აზრი, უნდა იყოს თუ არა სავალდებულო გაწვევა ქალებისთვის. ჯერ კაცებისთვის მე და შენ ვერ შევთავაზეთ მაგაზე, მაგრამ შენ კაცების გაწვევაზე რას ფიქრობ? მე ვფიქრობ, რომ ზოგადად გაწვევა ისეთ ქვეყანაში, როგორც საქართველოა, აუცილებლად უნდა იყოს და თუ უნდა იყოს კაცებისთვის, უნდა იყოს ქალებისთვისაც. ჯერ როგორ უყურებ ამ საკითხს? ხო მე ზოგადად უყურებ იმას, რომ ცოტა იქედან უყურებ, რა ის სავალდებულო ცოტა მიშლის ხელს. ბოდი შეიძლება ჩავამატო და სავალდებულო სამხედრო სამსახური სულაც არ გულისხმობს იმას, რომ თოფი გეჭიროს ხელში და სანგარით ხარო. კი ბატონო. შეიძლება ისევე როგორც მამაკაცისთვის. ცხადია, ანუ გაწვევა უნდა იყოს სავალდებულო, თუმცა იქ შეგიძლია პროფესიულად აირჩიო რა მიმართულებით იმსახურება. შეიძლება სულაც არ იყო სამხედრო, თუმცა ჯარისთვის რაღაცა აკეთო. კი ბატონო. იმიტომ რომ არ არის, ანუ ეს თუ მართლა შენი მოწოდე, ეს ხო სამუშაო არ არის.
ეს არის მოწოდება და საკმაოდ მძიმე მოწოდება, ადამიანს უნდა ესროლო, ტყვია უნდა გესროლონ. ძალიან მძიმეა, მაგრამ უყურე ერთი კაცი რო ტყვიას ისვრის, იმას ემსახურება 3-დან 7-მდე. იმ 3-დან 7-ში ერთ-ერთი იყავი. შეგვიძლია იყო. კი ბატონო. ხო მე ჩვენ რატომაც ვერ თანხმდებით მაგაზე ეს იმიტომ რომ თვითონ ტერმინიც ანუ აღარ არის სავალდებულო, მაგრამ ზოგადად ეს სავალდებულო სიტყვა იმდენად ხელი შემშლელია ჩემთვის რომ ქვეყნის სიყვარული რაღაცა სავალდებულო იყოს, ისეთ ანუ სხვანაირად უყურებ. უბრალოდ სავალდებულო ალბათ ის უნდა იყოს, რომ მანამდე ეს შემართება იყოს ერში, ხალხში, რომ ემსახურონ თავიანთ ქვეყანას. ქვეყნის სიყვარული არაფერ შუაში არ არის ჩემი აზრით. ის რომ ემსახურო შენ სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეც ხარ, უნდა იყოს სავალდებულო. და არაფერ შუაში არ არის ქვეყნის სიყვარული ან არ სიყვარული. მაგასთან. ხო არა, ნახეთ მე გეთანხმებით რაში ხეთ ალბათ ეგრე გავიგებდი მეც რომ ესე იგი თუ ვემსახურები და წამიყვანე ჯარში სავალდებულოში, ესე იგი ქვეყანა მიყვარს ან არ მიყვარს კითხვა ისმება მაგას გულისხმობ? სახელმწიფოს მიმართ ვალდებულება. ვალდებულება, მოქალაქის. როგორც აი როგორც ორგანიზაცია. კი ბატონო. როგორც მოქალაქის. კი ბატონო, თუმცა შემდეგ პირობებიც, ანუ მაგისთვისაც მომზადება ჭირდება მოქალაქეს. ქალი იქნება თუ კაცი, მაგრამ მე არ ვიტყოდი რომ ქალიც შესაძლებელია და კაციც შესაძლებელია. უბრალოდ მე მგონია რომ გააზრება უნდა მოხდეს, გინდა ეგ დავარქვათ რომ ვალდებული ხარ შენი ორგანიზაციას, ქვეყანას. როგორც გადასახადებს იხდი პირობითად ვიძახი, ისე ერთ-ერთი გადასახადის ფორმა ხო, მაგრამ აი გადასახადს არ არის გადაიხდი და წახვალ, მაგრამ არა. ეხა იმ ადამიანისთვის, რომელიც ემსახურება ჯარს და ჯარისკაცს რა განსხვავება ეხა ის სადილს გაუმზადებს ჯარისკაც პირველი ხაზისთვის თუ გადასახადს გადაიხდის ბიუჯეტში. კი ბატონო, მანდ გეთანხმები. ანუ მაგ გადასახადს რო იხდი. ჩვენ საუბრობთ ჯარისკაცს. ხო, ანუ გადასახადს რო იხდი შენ როგორც მოქალაქე რო იხდი შენ ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე, საგადასახადო ვალდებულებას. კი ბატონო. ქვეყნის სიყვარულზე მან თუ არავინ ლაპარაკობს. ანუ ხო არის, ანუ შეიძლება გიყვარდეს, შეიძლება არ გიყვარდეს, მაინც გადასახდელი. გადასახადებს და სიტყვის ვერ. მაგრამ მე ვიძახი რაზე, იცით, აი მოკიდე ახალგაზრდას ხელი და ეუბნები, აცმებ ფორმას, ეუბნები რომ შენ ახლა გაგწრფნი, იარაღს მისცემ ან არ მისცემ და როგორც ადრე იყო, აყენებ რაღაც დაცვად. დაცვაში. არა, ეგ ეხა ის რომ ჩვენი სისტემა მახინჯია, მაგაზე არ ვსაუბრობ. მაგას ვიძახი, ხო, თორე ეხლა რაც დაიწყო, აქ შეიძლება ითქვას, რომ საინტერესო შეიძლება იყოს, გიყვარს, არ გიყვარს, ადნე თუ ეთნიკურად რაღაცა იქ სადღაც დაუშვათ არავის ისე იქეთ მარნეულში ცხოვრობს ადამიანი, რომელიც თავის დაუშვათ ეთნიკურად აზერბაიჯანელი არის, 1000-ში ერთხელ ჩამოდის ისე როგორც შეიძლება ლეჩხუმიდან ჩამოვიდეს ვინმე ქალაქში ან რაიონულ ცენტრში და საერთოდ მუშაობს, ემსახურება თავის ოჯახს, ხნა არის თუ თესვა არის, მაგაზია მიმართული. საერთოდ ინტერესი შეიძლება არ კონდეს იმსახუროს ჯარში. არ ვსაუბრობ მე ომში მოუწევს წასვლა, შემდეგ ამას იმიტომ გამოიყენებს რომ ომში. მე ვიძახი აი მოხსნას თავის ცხოვრებიდან 1 წელი თუ 6 თვე, წავიდეს და ოჯახს მოწყვეტილმა რაღაც 42 დღე თუნდაც. ხო, თუნდაც. ან დაანებე თავი ამ 1 წელს, ამ 6 თვეს გადაბმულად. დაუწესე ვალდებულება რომ ომი რო დაიწყება, შენი სახნავს 1000-დან დაბქვავ ქვილს და იმ ქვილს გაუგზავნი ის ისე ვიძახი სამხედრო სამზარეულოს, რომელიც გამოაცხობს პურს ან გააკეთებს ფაფას. დარწმუნებული მაგას უმეტესობა გააკეთებს. ანუ კი, ის რომ იმსახურო ჯარში არ ნიშნავს რომ გეჭიროს თოფი. ხოლოდ მაგას არ ნიშნავს. ხო, კი ბატონო, მან თუ საუბრობ მაშინ დახვეტოს რაღაც დახვეტო სასადილო ისა ფართი, ეს ნიშნავს იმას, რომ დაამზადო ტყვია წამალი, ეს ნიშნავს იმას, რომ დაამზადო ვთქვათ რაღაც რუკა დაბეჭდო. ჩვენ ხო მაგაზე არ ვსაუბრობთ ამში. ეგ ხო არ გწუხროს. არა, ეგ არის. ეგ არის, როდესაც ხო და მაგაშია უბედურება, ამან მე ვიძახი რომ ანუ რატომ ზოგადად დასვა საკითხი, რომ უნდა იყოს თუ არ უნდა იყოს გაწვევა სავალდებულო. თulit რომ უნდა იყოს და მე სახით არის, ზოგადად არის. არა, იმ სახით რაც არის, მამაკაცის გაწვევაც არ უნდა იყოს. ხო, მაგას ვამბობ რა. საერთოდ გაწვევა არ უნდა იყოს. ხო, იმიტომ რომ რატო იწვევენ, რისთვის იწვევენ, გაუგებარია და ეს პროფესიული არმია, რომლის რეზერვიც ამოწურვადია და თან მალე არაფრით არ ივსება.
აბსოლუტურად არაფრით არ ივსება, იმიტომ რომ ისინი ვინც მსახურობენ, ახლოსაც კი არ არიან იმასთან, რომ არამც თუ იგივე სტანდარტით იყვნენ მომზადებულები, რომ პროფესიული ნაწილები შეავსონ, საერთოდ მომზადებულები არ არიან. ის რომ სისტემა მახინჯია დღეს ამაზე არ ვსაუბრობთ. მე თუ სწორედ გავიგე, შეკითხვა იყო ზოგადად გასაგებია. და ბოლო საკითხი, რომელიც მაინტერესებს, და შენ თუ არ გაქვს რამე კიდე დარჩენილი სათქმელი, მე ამოვწუროთ, თადარიგში ცხოვრება. შენც თადარიგის ჯარისკაცი ხარ, შენც თადარიგის. მოდი ახლა ის შევადაროთ, რა განსხვავებები არის. ანუ თავიდან შენ აღნიშნე. არა, მოდი შენი მოყევი, თორნიკე თავისას მოყვა და კაცის და ქალის თადარიგს განვასხვავებთ. უბრალოდ შენ თავიდან თქვი, რომ როანებებ თავს, რომ მე პრაქტიკულად დახურულია ყველაფერი შენთვის. სხვა საქმე არ იცი. ანუ როგორი არის თადარიგში ცხოვრება? ქალი ჯარისკაცის. ძნელი. არ მგონია, რომ ეს მარტო ქალზე იყოს რა. იმიტომ რომ ჯარი იმდენად დახურული და ყოვლის მომცვლელი ორგანიზაცია, ანუ მთელი შენი დრო მიაქვს, სამეგობრო მიაქვს, ენერგია მიაქვს, ყველაფერი მიაქვს ჯარს შენგან, ხო? მიაქვს რა აძლევ. და როდესაც აქედან მოდიხარ, პირველ რიგში წqdები შენ სამეგობროს, სამოქალაქო იმასთან კავშირი დაკარგული გაქვს, საზოგადოებასთან მეტნაკლებად. და წqdები იმათ, რომლებიც თავიანთ რუტინას, ამ ჩაკეტილ რუტინას აგრძელებენ. ანუ სადღაც ისევ შუაში ეკიდები. მერე იწყებ იმაზე ფიქრს, რომ ეხლა რა ვაკეთო. ეხლა რა ვაკეთო, ძალიან ძნელია. ნუ ქალისთვის ესეა, რომ ეხლა სახში ყოფნა და სამზარეულოში ტრიალი რომ დომოდა და ჭრაკერვა ერთხელ დამიდეს ეს, ის გილისის უნდა შემეკერა, ფორმები დამიგდეს და ჭრაკერვა რომ დომებოდა სახში შევკერავდი ჩემშულს კაბას მეთქი. ისე კარგად ავაწყე შენ გილის კოსტიუმი, როგორც დაგიბარებია, მაგრამ შვილისთვის ღილი არ მქონდა დაკერებული ხა. აი უყურე ამას ვიძახი ვიღაცა იტყვის, რომ აბა ხა ეს ყველა დედაა? მაგრამ ნუ სინამდვილეში ეგრეა, ხო? ხოდა. ქალი უყურე ამოვარდნილი ხარ აი ამ იმას სამოქალაქო შენ წრეს. ამოვარდნილი ხარ სამოქალაქო ცხოვრებას, სადაც მანიკური, პომადა და ეს არის მასთი. სადაც ყოველ დღე ერთი და იგივე რო გაცვია, ვიღაცა ესე გიყურებს. ნუ ესეა სამწუხაროდ ჩვენ საზოგადოებაში. ხო, ეგრეა. არა და ჯარში ეს კომფორტია რა, ფორმა ჩაიცვი, წადი მაგაზე ფიქრი არ გჭირდება რა. ჩამოდიხარ, ხვდები რომ აი ამ ცხოვრებისთვის სულ არაფერი არ აკეთო, სულ იმის საშუალება გქონდეს, რომ არაფერი არ აკეთო და მოგივლის ვიღაცა. ხო, ეს ჩვევები არ გაქვს. სამაგეროდ გაქვს უცნაური ჩვევები, მიხვდი, ახტე, რომ ხო არ ჟღარუნობს რამე, სადმე რომ გადიხარ და ყველა ესე გიყურებს გიჟივით. სამაგეროდ გაქვს უცნაური ჩვევა, შეხვიდე პირველივე საპირფარეშოში, რომელიც მართლა უცნაურია, ესე ჩვენში რომ დარჩეს რა, შენ მიჩვეული ხარ, რაც არის იქ შედიხარ რა. მართლა უცნაურია, მაგრამ ეს ორი, მერე მესამე ის, რომ სამწუხაროდ ჩვენი თავდაცვის სისტემამ ამდენი წლის განმავლობაში ვერასოდეს ვერ მოახდინა, არა მარტო ქალებისთვის, არამედ მამაკაცებისთვისაც შეექმნათ სამხედროებისთვის, სამოქალაქო ცხოვრებისთვის მომზადების პროგრამა. ინტეგრაციის პროგრამა. ვერ მოახერხეს, იყო ჩანასახები 90-იანების ბოლოს ბრიტანეთის სამხედრო ატაშე ენდრიუ კერი ცდილობდა ამის დაგეგმვას და აი ნუ მერე მოხდა ის რაც მოხდა და ნუ მერე ეს აღარ შედგა. სამოქალაქო ცხოვრებისთვის არც კაცი და არც ქალი არ მოუმზადებია არავის. არავის არ უთქვია რომ მივდიოდით ჯარში რასთან იქნებოდა ეს დაკავშირებული. არავის არ უთქვამს ჩვენთვის რომ წამოვიდოდით ჯარიდან რა სირთულეებთან გვექნებოდა საქმე. არავის არ უკითხავს ჩვენთვის აი რომ წახვალ ჯარიდან მერე რაიმე გეგმა შენი ცხოვრებისთვის გააქვს და თუ არ გაქვს მითხარი რა გინდა შენი საპენსიო ფონდი რომელიც ნუ ეხა ისეთი ცნება მაგრამ პირობითი ძალიან ხო მაგრამ იქნებ მე გასწავლო შენ სანამ აქ ხარ რამე ეს ჩვენთვის არავის არ უკითხავს და ეს უკვე თანაბრად მტკივნეულია მამაკაცისთვისაც და ქალისთვისაც ალბათ უფრო მამაკაცისთვის
რომელიც თავის თავზე ინვალდებულებას იღებს კიდე, რომ მისი არასამხედრო ოჯახი არ ჩინოს, ხო? იმიტომ რომ ქალს მაინც ჩვენ საზოგადოებაში რჩენის მოლოდინი მაინც ვიღაცისგან აქვს, ხო? აი ეს უფრო ტკივნეული მე მგონია, რომ ალბათ კაცისთვის არის. და აი სამაგეროდ ქალი არც იქით არის, არც აქეთ არის. აღარც დედა, აღარც ცოლია, აი ეს კლასიკური გაგებით, არც დიასახლისია. და არც არავის არ მოუმზადებია იმისთვის, რომ რაღაცა სხვა იცოდეს. წახვალ ფიზიკურ სამუშაოზე რაც შეგიძლია. აი შეგიძლია ტვირთი ზიდო. აი ეს შემოგხედავენ და აიყვანენ კაცს. ეგ ისეთია. ძალიან მძიმეა და ყველაზე მძიმე ჩემი აზრით არის ასევე კეთმაღლურად გამომივა, აი ეს უპირატესობის განცდა, რასაც კარგავ ნელ-ნელა. რომ აი მე რეები მიკეთებია, ჩემთვის ეს რა არის და აი ეხა ვის რაში ჭირდები. ალბათ ყველაზე მძიმე მაინც ყველაფერთან. ბატონო თადარიგის თავრო სერჟანტო, აბა ეხა თქვენ მოყევით და მე შევადოთ ერთ და იგივეა ქალის და კაცის შემთხვევაში თადარიგი თუ სხვადასხვა. კი, რაღაცები არის. რაღაცები კი არა, მე მგონი ერთ და იგივეა, რაც ჩემთვის ყველაზე უცნაური იყო, რომ ტანსაცმელთან იყო დაკავშირებული, რომ აი ვერ ხვდები რატო მეჩხუბებიან სახლში, რომ რატო გაცვია ერთ და იგივე შარვალი ერთი თვის განმავლობაში. წარმოიდგინე მე რა დღეში ვიყავ გოგორო ვარ. ან თავარი ეს სუფთა მაცვია და დახეული არ მაცვია და რავი ვერ ხვდებოდი და მე იმიტომ რომ კონფლიქტი აღარ ყოფილიყო მოვიყიდე ბევრი ტანსმერი და მე არ მიყიდია, მე გოგო მყავს და იმის იმერცვა. ხო და ნუ ეს ხუმრობით, მაგრამ მართლა არის ეგ პრობლემა, ვერ ხვდებოდი რატომ და ჩამეცვა სხვადასხვა ყოველდღე სხვადასხვა ტანსმერი. მე ვერ ხვდებოდი კიდე ფრჩხილები წითლად რატო უნდა შემეყევ. მაშინ როცა სუფთაც რთულია. მე მგონია, ანუ იმიტომ რომ რაღაცნაირად პირველ რიგში ხო იქ ხარ შენ ოჯახში, ეხლა მე 18 წელზე ცოტა მეტი დავხარჯე ეს ნათქვამია გავატარე. და გინდა არ გინდა შენი ძირითადად სამეგობრო და საახლობლო სანათესაოც უკვე ადამიანები რომელსაც რაღაცას აზიარებ გიხარია აზიარებინებს შენს მიმართულებაზე და რაღაცები გაქვთ გავლილი ის რასაც აქ ვერ მიხვდება ვერავინ ანუ ეს ყველაფერი გინდა არ გინდა რაღაცნაირად კი რა თქმა უნდა კონტაქტს არავისთან არ კარგავ მაგრამ წლების განმავლობაში კი, აუცილებლად, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ის თავის მხრივ იმ ტალღას მიყვება და იმ ეხლა სამოქალაქო რო ჩააგდო სანგარში, რამეს მიხვდება, ზუსტად ისე გვაგდებენ ჩვენ სამოქალაქო ცხოვრებაში მოუმზადებლად რა. და მოლოდინი საზოგადო მე ბედნიეროდ, სადაც არ წავსვლა რომელ ორგანიზაციაში ან ბიზნესში ან სადაც მომიწია ყოფნა, ყველგან მივიღე შესაბამისი დახვედრაც და დაფასებაც ხო და ის რომ განსხვავებულად პატივისცემის მხრივ ახალგაზრდებისგან იქნება შეინტერესებისგან თუ არიან იქ ადამიანები ვისაც უთქვამს რა ავღანეთში ნამყოფი ხარ კი აი აგინდო ავღანეთში ესენი არის ყველგან მაგრამ ჯაშიც არის ავღანეთში კი რა გინდო და აფხაზეთში წეუბნები ხო ეგეც ავღანეთი არ გაგიკვირდეს არა მე სხვათა შორის ეხლა დამისვა კითხვა ერთ-ერთმა კითხვა არა მითხრა გავიგეო შენ უკრაინაში იყავიო და მეთქი კითხო და აი ეგ აღარ მოგხსლიაო კარგი ამბავიო და რატომ მეთქი და აი ჩვენ მოძმე ერთს ეგენიო თავის მხრივ გაიკვევიანო ერთმანეთში აი შენ რა გინდოდაო იქო და გავატარე ხო და მოკეთ აი ამ მხრივ მოლოდინი ძალიან მაღალია ჩემ ვითარებაში ვიძახი ამ შემთხვევაში სადაც არ წავიდე ყოველს ჩემი იმედი აქვს იქიდან გამომდინარე რომ რაღაცა დისციპლინის მხრივ ვიძახი არა მარტო დისციპლინის მხრივ მაგრამ ყველა გიყურებს მოლოდინით უფრო მეტი და ეს შენ პასუხისგებლად თითქოს ვერ მოვისვენე რა ესე რომ ვთქვა არ მინდა ხო და რაღაცნაირად ვინარჩუნებ ამას მაგრამ მე ხვდები რომ ზოგ შეიძლება არ მოსწონდეს ეს რომ რაღაცა შენ ყოველთვის პირველი იღებ გადაწყვეტილებას ან ერთვები პრობლემის მოგვარებაში ადრე მიდიხარ გვიან მოდიხარ სხვა ის გვაქვს სკილსეთი სხვა გვაქვს რა სხვანაირად ვფიქრობ თუმცა დავამატებ ახლა რომ აი წეღან რო ვთქვი რომ ეს ჩემი შვილი თქო ეს 1 და 4 ვერ განასხვავა. ჩემი შვილი არ გამოირჩევა ამ Facebook პოსტებით და რაღაცეებით და ამას მაშინ მივხვდი. აი, როგორც მაშინ შემრცხვა. აი ამ დროს.
რაღაც დედის დღე იყო და დაწერა რომ ეხლა მე ვწერა და კითხავ და ეს არ მიყვარსო, მაგრამ ერთი რამე მინდა ვთქვაო რომ როცაო სკოლაშიო იმასაკს მივაღწიეთო რომ მამა ჩემი მამა შენს მოერევაო მე ვიძახდიო რომ დედა ჩემი მამა შენს მოერევაო და ვინც დედა ჩემს იცნობდა ვერც ვერავინ მეკამათებოდაო დედის დღეს გილოცაო და ну მაშინ ამ სირცხვილმა ცოტა გადამიარა მთავარია რომ ჩემ შულებს ჩემი არ სყვენიოთ და არასოდეს ისეთი რამე არ გამიკეთებია რომ თუნდაც მამა ჩემს ან ჩემ წინა ადამიანებს ჩემი შერცხვეთ მე ერთი რამე ზუსტად ვიცი რომ კარიერა იმიტომ დავტოვე რომ სამხედრო სალამი არ მიმეცა იმ ადამიანებისთვის ვინც ამას არ იმსახურებდნენ და არ მინანია არც ერთი წამით იმიტომ რომ საომარი როცა სინამდვილეში არავის დაძახებას არ გჭირდება რა ძალიან დიდი მადლობა. მადლობა სამსახურისთვის ჩვენ სტუმარს და მადლობა ასევე ყველა ქალბატონს სამხედრო მსახურს, მაგრამ ამ შემთხვევაში რადგან ეს გადაცემა მიძღვნილია ამ თემას, ყველა ქალბატონს დიდი მადლობა, ვისაც უწევს ზუსტად იმ გზის გავლა, რომ ნაკლებად იყოს თავის შვილთან, ნაკლებად იყოს თავის ოჯახთან, მოიკლოს ის თუნდაც ეს ქალური ამბები თავის ცხოვრებაში და წინასწარ მადლობა იმისთვის, რომ წამოვაჯარიდა და ეს პრობლემები ექნება, რაც აქვთ. მეც უერთებია მადლობა, ძალიან დიდი მადლობა კეთი, რომ მოხვედი, რომ გაგვიზიარე ეს ცოდნა და ინფორმაცია. ვფიქრობ, საინტერესო ეპიზოდი გამოვიდა, იმედია თქვენც მოგეწონათ, იაქტიუროთ კომენტარებში, დასვით კითხვები. თუ კი ამ თემასთან გაქვთ და მე ვეცდები მე კეთისთან უკვე ონლაინ გავარკვიო და ისე გიპასუხოთ. ვისაც არხი არ გაქვთ გამოწერილი, რასაკეთებთ ამდენი ხანი, გამოიწერეთ არხი და ლაიქით ვიდეო, გააზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში. მადლობა, დროებით ნახვამდის. მადლობა რომ გახსოვთ.